აი აგერ ერთ-ერთი ქართველი ცხოვრობს. აი აქ მეცხვარეობა განვითარებული, ხედავთ აგერ ცხვარი ყავს ქართველი კაცი აგერ აი მოგესალმებით. ქართული ტელევიზიიდან ვართ და გამიხარდა ამდენი ცხვარი რო დავინახე ქართველ კაცს ყავდა. ძალიან კაი, როგორ ახარ ჯიგარ? კარგად. თქვენი სახელი გვარი რო გითხრა? გურამ ყველაშვილი. გაიგიმარჯოს. რამდენი სული ცხვარი ყავს გურამ? 300, გაიხარე. და ეს ქართული სოფელი არის ივანოვკა. რამდენი დარჩით ახლა აქ? 11 კომია, 11 სახლია, მაგრამ ისე 8 ადამიანი ცხოვრობს რაღაც. 8 კომია ისე მოსავალს. მაგრამ აქ ბევრი და გადავიდნენ ახლა ხო კურსში. აქ 200 კომი იყო. არა, პირიქით, კაია სამუშაოა, ნუ გერიდება ეს ტივის ვინი. შეცით ახლა როგორ მარტო რამდენი ქართული ხარ შემორჩენილი ამ ივანოვკაში სულ 9 კომია. 9 კომია. 9 კომლი, ხო? 9 კომია, კი. ეხა ეს რა კაი დიდი შენობები გაქვთ. ეს რა არის ახლა იქ იმ დიდ შენობაში? იქ ცხვარი ყავთ დაბინავებული. იქ ყვითელი შენობა რო არა, იქით ღორები არიან, აქაც ცხვარია. ორი რამდენი ყავთ? ღორი, 20 იქნება 20 ღორი. 300 ცხვარი. და აი აქ ამუშავებთ მიწას ასე, ხო? თავის მიწები აქვს თავად ამუშავებს. რამდენი გაქვთ მიწა? აქ სულ 100 გექტარი, ხო? ღმერთმა გაგიმარჯოს. შვილები რამდენი ყავს? 3. კიდე უნდა ბევრი გააჩინოს. ერთი შვილი ყავს. ერთი შვილი. ძალიან მაგარია. ეს კომბაინი თქვენია? ხო. ხორბალს თესავ ძირითადად. ხორბალი, ქერი, ბიონი რაღაცები. ზე კარგად აცნობ თავს აქა, ხო? კარგად, აქ დავიბადე, აი პატარა სახლში დავიბადე და გავიზარდე და ბერდები. ღმერთმა გაგიმარჯოს. არა, კუსკოიშიც აქვს თავი დიდი სახლი აქვს კუსკოიში. და რა მაინტერესებს იცით, ეს თქვენი შვილებიც აქ არიან თუ გადავიდნენ? არა, კუსკოიში. სხვა სამსახურზე. კუსკოიში. ერთი ვაენია პოლკოვნიკია ამის შვილი. ბრძოლობს ახლა იქ არის? არა, იქ არის. იმაშია ახლა. იყო იქა და ახლა იმაშია. ხანტიმას ის უსულისკშია. ძალიან მაგარია, რა ვიცი, ძალიან მიხარია, რომ ესე იგი წარმატებული ქართველი ხართ და აგერ თქვენი მეურნეობა გაქვთ 100 გექტარი მიწა და ესე იგი კარგად ხართ. აბა მეც კი მიხარიან რომ ჩამოვიდა საქართველოსგან რა. გაიხარე. აი როგორც კი ცხრები დავინახე, მოდი გავაჭეროთ მეთქი. ჩვენ არ მივიწყებთ საქართველოსა თქვენ. როგორ შეინარჩუნეთ ეს ქართველობა? ბევრი ხართ და ლაპარაკობთ, ხო? კი, ქართული აბა საქართველოს. როგორ უნდა შევიჩინოთ? ჩვენ დედაენა ქართულიანა და. ავიცი, გამარჯვებული იყავი, გახარებული და სულ მაგრა იყავი. დავარგურამ, აბა წავედი. კალახია რა. გაიხარე, აბა თქვენ